ის რაც უხილავია, ხშირად უზარმაზარ გავლენას ახდენს ჩვენ ცხოვრებაზე. ბაქტერიოფაგი, ვირუსი, რომელიც კონკრეტულ ბაქტერიებს ებრძვის. ეს ბუნებრივი მექანიზმია, რომელიც სამეცნიერო საზოგადოებაში უფრო მეტ გაოცებას იწვევს, ვიდრე ბევრი თანამედროვე ტექნოლოგია. ბუნების ეს საოცრება განიხილება როგორც ანტიბიოტიკების ალტერნატივა. საქართველო ის იშვიათი ქვეყანაა, რომელიც ფაგოთერაპიის ტრადიციას საუკუნეზე მეტია უწყვეტად აგრძელებს. მაშინ, როდესაც ამ ცოდნას ევროპაში დამკვიდრება გაუჭირდა, თავშესაფარი სწორედ საქართველოში ჰპოვა, ქართველი მეცნიერის, გიორგი ელიავას წყალობით. და როცა კაცობრიობა ახალ გამოსავალს ეძებს, პასუხი შეიძლება სწორედ ამ შენობაში იყოს დაცული. ან დიდი ხანია აქ მოხვედრა მინდა. ხალხშორის გადაცემას რო ვიწყებდით, ერთ-ერთი პირველი სადაც მინდოდა რომ მოსულიყავ და გადამეღო და გამენგო რა ხდებოდა, იყო ბაქტერიოფაგის ინსტიტუტი და ადრე ვნახე სიუჟეტი და იმდენად ცნობის მოყარეობა აღმიძრა ამ ფაქტმა რომ გამეგო და თან ესეთი უნიკალური ადგილი რო ქონია საქართველოში და როგორც იქნა, მე ჩემ მაყურებლებთან ერთად მოვედი თქვენთან სტუმრად რომ ცოტა მეტი შევიტყოთ ბაქტერიოფაგის შესახებ. შენობა არის ძალიან ძველი. ეს არის აშენებული 34-დან 38 წლამდე. მაი 38 წელს შესახავდნენ, ასე ვთქვათ, ამ შენობაში. ეს სპეციალურად აშენდა? ეს სპეციალურად აშენდა იმის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტის ჩამოსაყალიბებლად. ამაზე ცოტა გვიან მოგიყვებით. კი ბატონო, ხო, ეგეც ძალიან საინტერესოა. რანაირად მოხდა ისე, რომ საქართველომ გაუღო კარი? აი ეს ძალიან საინტერესო ბედია ყველაფერი, ხო იცით? ეს ხოლი გაცილებით უფრო დიდი იყო ადრე, მაგრამ ნუ მე გადაკეთა, გადმოკეცდა და ცოტა დავიწრობდა. თუმცა მე მგონი მაინც ატყვია იმ დროის. აი ამ დაფას განსაკუთრებით ატყვია? ხო, მაგრამ ეს დაფა არ არის 38 წლის, ეს არის დაახლოებით 70-იანი წლების ბოლო. როდესაც ჩვენ ინსტიტუტს ერქვა სხვა რამე, ერქვა თბილისის კვლევითი ვაქცინების და შრატების ინსტიტუტი. აქედან ყველაზე ესე თქვა სახელი. და აქ არის უმრავლესობა არის ბაქტერიოფაგები, სტაფილოკოკური, სტრეპტოკოკული, ფსევდომონასი, ეშერიხია კოლი, კოლი დიზინტერიული, ინტესტიფაგი, პიოფაგი და ასე შემდეგ. და ნუ აქ ვაქცინებიც არის, რა თქმა უნდა, სხვათა შორის ციმბირის წყურის ვაქცინასაც ვაწარმოებდით. როგორი იყო წარმატების მაჩვენებელი, ასე ვთქვათ? ნუ ეს იყო დაახლოებით 1:5-თან 1:10-თან. 10 ადამიანიდან შეიძლება ერთი დაავადებულიყო, ვინც გაიარა ეს პროფილაქტიკა. ეს არის როგორც ვაქცინაცია ფაქტიურად. ჩვენი ინსტიტუტის დამაარსებელი გახლავთ გიორგი ელიავა. გიორგი ელიავა, აი აქ ხედავთ მას, ეს არის ის იშვიათი სურათები, რომელიც გადარჩა, იმიტომ რომ ბატონი გიორგი იყო
1937 წელს დაპატიმრებული და შემდეგ დახვრეტილი მალევე გიორგი ელიავა გახლდათ გრიგოლ ელიავას ვაჟი, ერთადერთი ვაჟი, დანარჩენი გოგოები ყავდა მას და გრიგოლ ელიავა იყო ბათუმის ქალაქის საბჭოს 9-ჯერ არჩეული წევრი. ექიმი იყო პროფესიით და მას უნდოდა რა თქმა უნდა რომ მისი შვილიც ყოფილიყო ექიმი. თუმცა გიორგი ელიავას თვითონ არ აინტერესებდა ეს პროფესია და გადაწყვეტილი ჰქონდა რომ ყოფილიყო ლიტერატორი, უყვარდა ლიტერატურა, უყვარდა ხელოვნება, მუსიკა და ასე შემდეგ. კარგად უკრავდა, კარგად ცეკვავდა, იყო ძალიან სპორტული, სხვათა შორის მოჭიდავე იყო. მაშინ ოდესაში იყო ესეთი უნივერსიტეტი, რომელსაც ერქვა ნოვოროსიისკის უნივერსიტეტი. იმ უნივერსიტეტში ლიტერატურის და ასეთ ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე დაიწყო სწავლა და 1909 წელს რექტორატის და ადმინისტრაციის წინააღმდეგ იყო გამოსვლები სტუდენტების, რომელშიც რა თქმა უნდა ელიავანაც მიიღო მონაწილეობა. ცოტა ისეთი ტიპი იყო, აჯომ ყოველთვის ჯანყდებოდა რაღაც უსამართლობის წინააღმდეგ ხოლმე და შესაბამისად ის ჩასვეს რამდენიმე თვით ციხეში, მისცეს მგლის ბილეთი ეგრეთ წოდებული, ანუ არ შეიძლებოდა მისთვის არც სხვა უნივერსიტეტში, რომელიც იყო მაშინ რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე, არცაც სწავლა მისთვის არ შეიძლებოდა და როდესაც გამოუშვეს დაბრუნდა ბათუმში და მაგრამ ყავდა ძალიან ძლიერი დეიდები. ამ დეიდებმა ხელი შეუწყეს იმაში, რომ ის წასულიყო საზღვარგარეთ სასწავლებლად და წავიდა ჟენევაში. ჟენევაში იყო კალვინის მიერ ჩამოყალიბებული, ჯერ კიდევ მე-16 საუკუნეში ჩამოყალიბებული უნივერსიტეტი, სადაც თავიდან მხოლოდ ასწავლიდნენ ღვთისმეტყველებას და ასეთ საგნებს, მაგრამ მე მედიცინაც დაუმატეს. ჩვენი გიორგი ელიავა აღმოჩნდა მედიცინის უბრალოდ მედიცინის ფაკულტეტზე კი არ აღმოჩნდა, ამით იყო თავისუფალი მსმენელი და ხელოვნება ხო აინტერესებდა. რა თქმა უნდა, სხვადასხვა ფაკულტეტებზე სხვადასხვა ლექციებს ისმენდა და ერთხელ მოხვდა ვინმე კრისტიანის, პროფესორ კრისტიანის ლექციაზე, რომელიც იყო მიკრობიოლოგი, ბაქტერიოლოგი და ეს საერთოდ ეს დრო მე-19 საუკუნის ბოლო და მე-20 საუკუნის დასაწყისი იყო სავსე აღმოჩენებით, მიკრობიოლოგიური აღმოჩენებით. ძალიან დაინტერესდა გიორგი ელიავა ამეთი და გადაწყვიტა რომ ეს მისი პროფესია გამხდარიყო. 1914 წელს პირველი მსოფლიო ომი დაიწყო და უკვე ვეღარ დაბრუნდა. და ამიტომ მისმა დეიდებმა გააგზავნეს მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში და მან წარმატებით დაამთავრა 1916 წელს. რის შემდეგაც ის დაინიშნა მერე ტრაბზონის ფრონტის პირა ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის გამგედ. მე რომ ვამბობ ტრაბზონი, ეს არ ნიშნავს, რომ ის მართლა იყო ტრაბზონში, იმიტომ რომ იქ იყო ფრონტის ხაზი თურქეთში და ეს ლაბორატორია თანდათან გადაადგილდა, მოხდა ჯერ ბათუმში და მე საერთოდ თბილისში იყო. თუმცა ერქვა ტრაბზონის ლაბორატორია. ხო და რადგან ესეთი დაინტერესებული იყო ამით, დანარჩენ ხო ვიცით, რომ 18 წლიდან 21 წლამდე ჩვენი სახელმწიფო იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურებმა გადაწყვიტეს, რომ მიკრობიოლოგია გასავითარებელი არის საქართველოში და ამიტომ გიორგი ელიავა გააგზავნეს პასტერის ინსტიტუტში იმისათვის, რომ მას ესწავლა სავაქცინო საქმე. და როდესაც ელიავა მოხვდა იქ, აღმოჩნდა, რომ იქ ყველა ჭორაობს ვიღაცა კაცზე, რომელიც ეჩვენებათ, რომ ცოტა ვერ არის და რაღაცა სისულელეებს ლაპარაკობს, რომ არის რაღაცა პატარა ბაქტერიაზე მცირე ბევრად, რომელიც არ ჩანს მიკროსკოპში და რომელიც ჭამს ამ ბაქტერიას. და ეს კაცი იყო ფელიქს დერელი. ელიავას გაახსენდა, რომ თავის დროზე რაღაცა, როდესაც ის უკვე თბილისში იყო და როდესაც ის ცდილობდა, რომ მტკვრის წყლის
სინჯები აიღო, იქ ნახა რომ არის ქოლერის ვიბრიონები და ერთ-ერთ ჯერზე როდესაც ის ათვალიერებდა მიკროსკოპში ამ ქოლერის ვიბრიონებს ვიღაცამ დაუძახა და უთხრეს რომ გიბარებენ მთავრობაშიო და წავიდა და დატოვა ეს თავისი პრეპარატი და რო დაბრუნდა მეორე დღეს აღმოჩნდა რომ გაქრა ეს პრეპარატი საერთოდ აი აორთქლდა თითქოს ამ დროს ჩაკეტა კაბინეტი იქ არავინ არ შესულა და მიხვდა რომ რაღაცა მოხდა ხო და აი ეს იდეები რომელიც იქ ტრიალებდა იფიქრა რომ შეიძლება ეს იყო ბაქტერიოფაგი ზუსტად რასაც ეს კაცი ამბობსო და მაშინ ამ პასტერის ინსტიტუტის დირექტორი გახდათ პროფესორი ਰੂ და სთხოვა რომ თუ შეიძლება მე იქნება ეს ექსპერიმენტები გავაკეთო ხელახლა რაც უკვე აღწერილი ქონდა დერელს და დავადასტურებ ან პირიქით ვუარყოფ მან მართლაც როდესაც დადგა ეს ექსპერიმენტი ყველაფერი გამართლდა და ამის შემდეგ ამ პროფესორმა რომ მოიწვია დერელი რომელსაც ხო გითხარით ცოტა სკეპტიკურად უყურებდნენ და არასოდეს სერიოზულად არ აღიქვამდნენ და უთხრა რომ აგერ აი ახალგაზრდა ქართველია რომელმაც შენი ექსპერიმენტები დაადასტურა, გაიცანი და ესე როგორც კი დერელი შევიდა იქ პასტერის ხოლში, ესე გაშალა ხელები და თქვა, აბა მაჩვენეთ სად არის ეს ქართველიო. და ასე მოხდა მათი შეხვედრა და უკვე კოლეგიალური ურთიერთობები, მეგობრობა და შემდეგ უკვე ელიავამ გადაწყვიტა, რომ ეს ადამიანი აქ თბილისში უკვე ბაქტერიოლოგიის ინსტიტუტი ერქვა, სამუშაოდ დაბატიჭა. თუმცა მანამდე თვითონ იყო რამოდენიმეჯერ პასტერის ინსტიტუტში ჩასული. ეს იყო 21-დან 19-დან 21 წლამდე და მერე იყო 23-დან 26 წლამდე. და ისინი ამასობაში რაღაც საერთო პუბლიკაციებიც გამოაქვეყნეს მათ და შემდეგ 33-34 წლებში იმყოფებოდა კიდევ პასტერის ინსტიტუტში ბატონი გიორგი და აქ დერელი ჩამოვიდა 33 წელს და აქ 18 თვის განმავლობაში იყო, თუმცა არა უწყვეტად და 35 წელს წავიდა იმ განწყობით, რომ აქ სამუდამოდ გადმოსულიყო საქართველოში. ელიავას და დერელს მაგ დროისთვის უკვე ჰქონდათ გეგმა, რომ აქ აეშენებინათ ახალი ინსტიტუტი, რომელსაც ერქმებოდა ბაქტერიოფაგიის მსოფლიო ცენტრი. ამ ცენტრში უნდა ყოფილიყო ყველაფერი აბსოლუტურად, კვლევითი ლაბორატორიები, კლინიკა, რომელშიც ფაგოთერაპიით უმკურნალებდნენ, ვივარიუმი, სადაც სტეპს ჩაატარებდნენ ცხოველებზე. აბსოლუტურად ყველაფერი და წარმოიდგინეთ, რომ გარაჟიც კი ჰქონდათ. აი შეხედეთ, აი აქ არის ყოფილი გარაჟი. აი ეს არის ყოფილი გარაჟი, შეხედეთ, ესენი არის ფორდები. და რატო იყო, იცით, ეს ამდენი მანქანა რატო ჭირდებოდათ? იმიტომ რომ სანამ ეს შენობა აშენდებოდა, მანამდე ეს ინსტიტუტი იყო მოთავსებული აი აქ. ამ შენობაში ეს არის მაჩაბელის ქუჩა 4. ელიავას წერილი მოვიპოვეთ ჩვენ. უბრალოდ ეს არ არის მისი ხელით დაწერილი წერილი, არამედ ეს არის სამეცნიერო საბჭოზე რაღაც წარდგენილი გეგმა, სადაც ის ამბობს, რომ მე მჭირდება კიდე ერთი ფორდი და კიდე ერთი სართული. 17 ჰექტარი მიწა მისცეს. ეს არის უზარმაზარი ტერიტორია მართლა, მაგრამ ახლა გვაქვს 3 და 4 ჰექტარი დარჩენილი. დანარჩენი არის იქით ვახუშტის ხიდი, იქით კიდე რაღაც სხვა ინსტიტუტი და ასე შემდეგ. და აი ეს არის, ეხლა ჩვენ აი აქ ვდგავართ, აი ამაში, ეს არის A კორპუსი და B კორპუსი, რომელსაც აერთებს აი ეს ხიდი, ასე ვთქვათ. და მანამ ეს აშენდებოდა, მე როგორც გითხარით, 38 წელში დამთავრდა ეს მშენებლობა. იყო აშენებული, აი ეს იყო ერთ-ერთი პირველი შენობა და ნახეთ რა საინტერესო ის აქვს ფორმა და შიგნით აი ნახეთ ეს ლაბორანტები როგორ სხედან შორს ერთმანეთისაგან მშვენიერი განათება აქვს, არაჩვეულებრივი შენობა არის და რატოა ეს დაშორებული? იმიტომ რომ აი თვითონ რა მუშაობენ, არავინ სხვა, ესე იგი არ დააზიანონ, რომ ეს ბაქტერიები არ გავრცელდეს. ეს სურათი იყო გადაღებული 2 კვირით ადრე, ვიდრე დააპატიმრებდნენ ელიავას და თუ აი მას შეხედავთ კარგად,
აი ეს არის რა ვიღაცის დაბადების დღეზე არიან, ყველა არის მხიარული და აი შუაში ელიავა არ ჩანს რომ უხარია. იმიტომ რომ უკვე ხო, თითქოს იცის კი არა ნამდვილად იცოდა რაც ელოდებოდა, იმიტომ რომ მის გარშემო მისი მეგობარი იყო პაოლო იაშვილი, ალექსანდრე ჯიქია, რომელიც ინჟინერი იყო და რომელმაც ჰესები ააშენა საქართველოში, რიონ ჰესი მაგალითად და სხვა, ესე ძალიან ბევრი ადამიანი იყო უკვე დაპატიმრებული და ამიტომ მას ჰქონდა ეს ეჭვები, რომ რაღაცა არ არის მთლად არ არის დაცული. რუსთავის თეატრში იდგმებოდა სპექტაკლი თუ არ ვცდები მზე ჭაბუკი ერქვა. ბერიამ არ გაუშვა, ასე ვთქვათ, არ დაუშვა, ეს იყო პატრიოტული სპექტაკლი და აი ამაზე ძალიან აკრიტიკებდა. გარდა იმისა, რომ ის ამ მიმართულებით აკრიტიკებდა, საერთოდ არ ცნობდა, ასე ვთქვათ, ბერიას, იმიტომ რომ თვლიდა, რომ ეს არის გაუნათლებელი ადამიანი, ამბიციური, რომელიც არ უნდა იდგეს სათავეში, არ უნდა ხელმძღვანელობდეს არაფერს, მთელი ამბავი. არ რატომაც ესეთი შთაბეჭდილება მაქვს ამ მონაყოლებიდან, რომ ადრეც იცნობდნენ ერთმანეთს სიჯაბუკეში და რატომაც თავიდანვე არ უყვარდათ ერთმანეთს, მაგრამ აქ კიდე ბევრი რაღაცა იყო, ესე იგი პოლიტიკური შეხედულებებიც, რა თქმა უნდა. მაგალითად ესეთი ისტორია მაქვს მოსმენილი, აი ქალბატონი ელენე მაყაშვილისაგან, რომ ბერიას თურმე რაღაცა მომენტში ჰქონდა პრობლემა, ჯანმრთელობის პრობლემა და ამ დროს ჰქონდა ესე იგი ესიც დაიწევდა და ვერავინ ვერ იგებდა რა იყო მიზეზი ამისი და ერთადერთი ესეთი ძლიერი ბაქტერიოლოგი ამ საქართველოში იყო ელიავა, ამიტომ იძულებული გახდა ბერია რომ მიემართა მისთვის და ქალბატონი ელენე თურმე ახლდა მას ამ დროს. უნდა აეღოთ სისხლი ვენიდან. ბერიასთვის, ელიავამ როდესაც სისხლის აღება დაიწყო, ბერიამ გადაწყვიტა გახუმრება და უთხრა, რომ ბიჭო, გამომწოვე მთელი სისხლი სხეულიდანო და პასუხი რა იყო, იცი? შენ კიდე მთელ საქართველოს სისხლს წობო. იანვარში ელიავა სახლიდან წაიყვანეს, ცოტა ხნის შემდეგ მისი ცოლიც წაიყვანეს და ერთი თვის თუ რამდენიმე თვის შემდეგ ასევე ჰანა, რომელიც მათი შვილი იყო, სულ ყველა. სამი და მოასუფთავეს იქაურობა, იქ როდესაც აღმოაჩინეს პასტერის რუკა და სხვა შეიძლება ბერლინის რუკაც იყო და ასე შემდეგ დასწამეს, რომ ესე იგი აგენტი. ხო, აგენტი არის, დიახ, აგენტი არის და აი ნახეთ, ეს არის სურათი, რომელზედაც ეს არის 38 წლის ალბომში ჩაკრული სურათი, რომლის კოპიუსაც ხედავთ თქვენ აქ და ეს არის სამეცნიერო საბჭო. აქ არის ყველა ის ადამიანი, რომელიც ელიავას დროს იყო რომელიმე განყოფილების გამგე და ან დირექტორი ან რაღაცა. აი აქ ხედავთ ჭრილს, აქ ხედავთ ჭრილს. წაშლილია ფოტოშოპი. იმ პერიოდის ფოტოშოპი, იმ პერიოდის ფოტოშოპი, დიბადო, კი ბატონო, შეხედეთ როგორ არის და აი აქაც ესეც, აი ორი ადამიანი არის აქ, რომელსაც ვერ ვიღაცა, რომელიც შესაძლებელია ერთ-ერთი იყო ელიავა. ეს არის თვითონ ელიავას მიერ მიწერილი წერილის ასლი. რომელზედაც არის ელიავას, აი ხელმოწერა აქ ხედავთ. ფრანგულად საუბრობ. ფრანგულად თავისუფლად და არა მარტო ფრანგულად, რამდენადაც მე ვიცი. საქმე იმაში არის, რომ იმდენად გაქრა ყველა დოკუმენტი, რაც კი მას ქონდა, მე დარწმუნებული ვარ, ქართულადაც წერდა და რუსულადაც წერდა, მაგრამ აი არაფერი არ აგვაქვს მისი ხელმოწერა ქართული, რუსული ან სხვა ენაზე არ აგვაქვს, მარტო ფრანგულად. და რა კარგია, რომ მაინც აქამდე მოვიდა და გადარჩა ეს ყველა. კი, ეს რა თქმა უნდა, ეს აღმოჩენილი იყო, მაშინ რა ქვია, აღმოვაჩინეთ ჩვენ ფაქტურად მე აღმოვაჩინე პასტერის ინსტიტუტში.
თავის დროზე და აი ეს ისტორია უნდა გიამბოთ კიდევ როგორ აღმოჩნდა ეს სურათები მაგალითად იგივე აი ეს სურათი როგორ აღმოჩნდა პასტერის ინსტიტუტში ესე იგი მე როდესაც აქ მოვედი ახალგაზრდა იგივე ეს ქალბატონები ვინც არიან აქ ქალბატონი ელენეს გარდა აი ეს ქალბატონი ეს და ეს ქალბატონი დამხდა აუცილებლად გიამბობთ ეს ქალბატონები ჯერ კიდევ ყვებოდნენ ამ ისტორიებს ელიავას შესახებ ხო და ესე კი აღწევდათ მათ ხო კი როგორ არ ახსოვდათ აღმერთებდნენ მიყვებოდნენ მეუბნებოდნენ რომ აი ისეთ პატივს სცემდნენო მასო პასტერის ინსტიტუტში რომ მისი სურათიო დღემდე კიდეაო პასტერის ინსტიტუტის ხოლში და როდესაც აღმოჩნდი პარიზში მე რა თქმა უნდა ვიფიქრე რომ ახლა აუცილებლად უნდა ვნახო ეს მე მახსოვს რომ პასტერის ქუჩა ქვია რომელზედაც პასტერის ინსტიტუტია და რომ მივდივარ ამ ქუჩაზე და ფიქრობ რომ ღმერთო აი აქ დადიოდა ელიავა და აი ეკლესიაში იყო აი ამას ხედავდა და შევედი და სად არის ელიავას სურათი არ არის არავინ არ იცის რომ ელიავა არსებობდა და ნუ რადგანაც მე ვთქვი რომ აი მე ვიცი ნამდვილად ამიტომ პასტერის არქივში დამიშვეს და მითხრეს რომ აქ არის სხვების ისინი ფაილები და აი მოძებნე აუცილებლად რომელიმეში ვისთანაც მუშაობდა იქნება მის შესახებ რაღაცა დერელის ფაილი გავხსენია ესეთი ყუთი იყო აი იმ ყუთში სხვა რაღაცები ელაგა მათ შორის იყო ფოტოფირები რომელზედაც მითხრეს რომ ეს ჩვენ არ ვიცით რა არის იმიტომ რომ დერელი სხვაშორ ძალიან კაი ფოტოგრაფი იყო არაჩვეულებრივი და ერთ-ერთი პირველი იყო ვისაც აი ეს ტექნოლოგიები ქონდა ათვისებული მანქანა ყავდა და ასე არც იყო გამჟღავნებული აი უბრალოდ იყო ნეგატივი და ესე იგი ამ ლუპით ვათვალიერებ და უცებ რას ხედავ მახინჯაური აწერია ხო და გადაღებული არის იმდროინდელი მახინჯაურის სადგური და მორჩა უკვე გასაგები იყო რომ ეს არის საქართველოს პალმები ბოტანიკური ბაღი ეს სურათები რაც მითხარით მაგ ფილმებში ყველა არა ზოგიერთი არის ალბომებიდან ჩვენივე ალბომები და აი მაგალითად ახლა ეს და ეს ნამდვილად იქიდან არის და კიდევ აი ეს არის ძალიან საინტერესო სურათი იმიტომ რომ აი აქ არის დერელი როგორც ხედავთ ეს არის ამირეჯიბი დამაარსებელი მიკრობიოლოგიის სკოლის ეს არის ელიავა ეს გახლავთ ალექსანდრე წულუკიძე ალექსანდრე წულუკიძის სახელობის უროლოგიის ინსტიტუტი ხო იცით აი ეს ის ალექსანდრე წულუკიძე არის რომელიც იყო ძალიან დიდი მეგობარი ელიავასი რომელმაც შემოიტანა ასე ვთქვათ ფაგოთერაპია საქართველოში პრაქტიკაში ფაგები მას შემდეგ რაც ცივი ომი იყო რაც გაიყო თითქოს მსოფლიო ერთი ნაწილი საბჭოთა კავშირი განაგრძობდა ფაგების ხმარობას, იმიტომ რომ ნამდვილად დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს მუშაობს და მეორე ნაწილი მთლიანად გადავიდა ანტიბიოტიკების გამოყენებაზე, რაც უფრო ადვილებოდეთ. ამ საბჭოებში უფრო ფაგები უფრო დომინანტი იყო ვიდრე ანტიბიოტიკები. დიახ და ეს და რა ესე იგი რაღაცა ხნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფაგები ჯერ კიდევ მუშაობს ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტულ ბაქტერიებზე, რომელიც კლავს ხალხს. ახლა უკვე 2016 წლიდან ცნობილი გახდა, რომ 2050 წლისთვის უფრო მეტი ხალხი დაიღუპება ანტიბიოტიკო რეზისტენტული ინფექციებით, ვიდრე ახლა ამჟამად იღუპება კიბოთი და აქედან გამომდინარე ყურადღება გადავიდა ისე ფაგებზე. რატო ამდენი ფილმი ჩვენზე გადაღებული, რატო ჩამოდის გაუთავებლად უცხოელი პაციენტები, რატომ არის ამდენი პუბლიკაცია ჩვენს შესახებ საზღვარგარეთ, იმიტომ რომ აი ეს პრობლემა დაუდგა მსოფლიოს, რომ ახლა რაღაცა უნდა ალტერნატივა მოძებნონ. თუმცა ეს ვერ ვიტყვით, რომ ეს არის სრული ალტერნატივა, იმიტომ რომ ფაგი და ანტიბიოტიკი ერთმანეთისგან თავისი ბუნებით ძალიან განსხვავდება და უფრო უკეთესი იქნება, უპრიანი იქნება, თუ ორივე ერთად იქნება გამოყენებული სინერგიულად. როდესაც დერელმა გადაწყვიტა, რომ აქ გადმოსულიყო საცხოვრებლად, მან ასე სპონსორობა გაუწია რა, მოკლედ ამ ინსტიტუტს. და შესაბამისად, ესე იგი რაღაცა აპარატურა გამოაგზავნა და ეს არის იმდროინდელი თერმოსტატი.
აი სადაც ესე იგი, როდესაც ჩვენ ვზდით ბაქტერიებს, იმ ბაქტერიებს უყვართ 37 გრადუსი ტემპერატურა და კარგად იზრდებიან. ნუ აი აქ უნდა შეავაგო 57 ტემპერატურა. აი ესე ფანჯარას გავავარ და ნახავ გაიზარდა თუ არ გაიზარდა და ეს არისო საჩუქარი. ანუ მართლა ფილმის გადაღება შეიძლება რამდენიმე სერიის. რო უყურებდი ხა თქვენ შესახებ დოკუმენტურებს და სხვადასხვა სიუჟეტებს, აი ზუსტად პირველი ეგ იდეა მომივიდა, რომ ჩვენ რო ვიყოთ ახლა ისეთი ქვეყანა, სადაც კინო წარმოება ცოტა ინტენსიურად მიმდინარეობს, აუცილებლად უნდა იყოს ეს. ხო, ძალიან. და ახლა კიდევ სულ ესე იგი მე ძალიან მიყვარს ეს სარკე და გეტყვით რატო? იმიტომ რომ ეს არის მე ვამბობ რომ ეს არის პორტალი წარსულში. იმიტომ რომ ნუ არ ვიცი მე თქვენ ეზოტერიკას როგორ იცნობთ, მაგრამ ზოგიერთი ხო ამბობს რომ ესე იგი სარკე აღიქვავს ჩრდილებს, ხო და იმახსოვრებს ამ ჩრდილებს, ხო და აი და ეს შიგრო ჩაიხედა, იქ უნდა დაინახო ელიავა და დერელი აუცილებლად. ბიბლიოთეკაში იმიტომ შემოგიყვანეთ, რომ უნდა გაჩვენოთ აი ეს პროექტი, რომელიც ერთობლივად იყო შექმნილი ელიავასა და დერელის მიერ და აი სადაც ლაპარაკი არის იმაზე, რომ უნდა დაარსებულიყო ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი. ხო, შეხედეთ, აი აქ ელიავას სახელი არის ამოშლილი, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც ის დაიჭირეს, ვიღაცამ ამოშალა და აი ძალიან მკრთალად ვიღაცამ შემდეგ 80-იან წლებში დააწერა ფანქრით ისიც, რომ შეიძლებოდეს თუ საჭირო იქნება, ისიც შეიძლებოდეს რომ ამოშალოს გესმით დროზე. როგორც ეთქვა, შეხედეთ წელს. აი, შეხედეთ, ეს არის 34 წელი. ახლა შევხედოთ აი რამხელა ტერიტორია უნდა ყოფილიყო აქ, რამოდენა ტერიტორია იყო, 17 ჰექტარი იყო ამისთვის გამოყოფილი ამ ინსტიტუტისთვის, აგერ აქ ეს უკვე თქვენთვის ნაცნობი ის არის, რა ქვია, მთავარი კორპუსი, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. აი შეხედეთ ამას, აი რა ლამაზია, ესე იგი უზარმაზარი ტერიტორია, ბაღიც იყო გაშენებული. ფრანგული ესთეტიკაც შემოვიდოდა. თანაც ამის გარშემო ეს 17 ჰექტარ მიწაზე იყო ბაღი გაშენებული და ვინ გააშენა ეს ბაღი? მიხეილ მამულაშვილმა, რომელიც საფრანგეთში სწავლობდა ამ ბაღის დიზაინს. იმ დროს, როცა ელიავა იქ იყო, იცნობდნენ ერთმანეთს. აი ეს ესე იგი არის ერთ-ერთი კიდე კორპუსი, რომელიც უნდა ყოფილიყო აშენებული, რომელიც როგორც მე ვფიქრობ, ეს არის კლინიკა, რომელიც ვერ აშენდა. აქ ახლა ბოლოს უნდა გაჩვენოთ თვითონ ის სახლი, აი ეს არის ეს სახლი, სადაც უნდა ეცხოვრათ დერელს და ელიავას. ერთად. ხედავთ, აი ორი შესასვლელი უნდა ქონოდა ამას და აი ეს არის შიგნით როგორ უნდა ყოფილიყო მოწყობილი პირველი სართული, მეორე სართული, აი 10 ოთახი უნდა ქონოდათ. იმათ ეს იმიტომ რომ როგორც თქვი, დერელს უნდოდა რომ აქ გადმოსახლებულიყო სამუდამოდ. და ძალიან კარგი პირობები ჰქონდა სამუშაოსათვის, ბევრად უკეთესი ვიდრე პასტერის ინსტიტუტში. აქ კიდე გარაჟის და ემის ისინი არის, სურათები არის. და აქ იმდენად ესე იგი ყველა აი სულ ეს დამხმარე ნაგებობებია. ისეთი კაი პირობები ქონდა, რომ აქ წიგნით კი გამოსცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აი ეს არის ეს წიგნი, რომელიც გამოიცა და ეს დერელის დაწერილი წიგნია, რომელიც თარგმნა ელიავამ და გამოიცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტამბის მიერ. მიძღვნილი არის ამხანაგი სტალინისადმი დერელის მიერ, რომელიც წერს, რომ ეს არის ყველაზე პროგრესული, ყველაზე უფრო წინ წაწეული აზრები, იდეოლოგია და ასე შემდეგ და რომ ეს უღრმესად დიდ პატივს სცემს და მადლიერი არის იმ პირობებისთვის, რომელიც მას აქ შეუქმნეს. იცოდა რა ელოდა წინ ის მეგობარს. არა, ეს დერელია. დერელი, ხო, მის მეგობარს რა ელოდა. ხო, მის მეგობარს რა ელოდა, კი. ეხლა გადავედით ყველაზე მთავარ საკითხზე. მანამდეც ყველაფერი ძალიან მთავარი და მნიშვნელოვანი იყო ის ისტორია, რომ შემომზადებული ყავით ამ ინფორმაციის მისაღებად და გასაგებად და
აი, რა არის ახლა ბაქტერიოფაგი? ხო, ბაქტერიოფაგი არის ბაქტერიის ვირუსი, რომელიც ვნებს მხოლოდ ბაქტერიას, სხვადასხვა სახის ბაქტერიას, მაგრამ არ ვნებს არც ადამიანის, არც ცხოველის, არც მცენარის უჯრედს. აბსოლუტურად ვნებელი არის სხვებისთვის. ეს არ არის ის ვირუსი, რომელიც COVID-ს იწვევს, ან გრიპს იწვევს. არა, ეს არის მხოლოდ ბაქტერიის პარაზიტი, მხოლოდ ბაქტერიის. საინტერესო რა არის, რომ ურთიერთობა ბაქტერიასა და ბაქტერიოფაგს შორის არის, ასე ვთქვათ, დაბალანსებული. იმიტომ რომ ჩვენ რომ ბაქტერიოფაგები არ გვყავდეს, ამ მსოფლიოში რომ არ იყოს ბაქტერიოფაგები, ამ შემთხვევაში ბაქტერიები არ ვიცი, ხო დაიპყრობდნენ ფაქტიურად და ბევრად უარესი სიტუაცია. ხაზი რო გავუშვათ ბაქტერიოფაგები, ასე ვთქვათ, ორგანიზმიც ყავს. ჩვენ ბაქტერიოფაგები ყავს ყველგან აბსოლუტურად. ბაქტერიოფაგები ამ ოთახშიც არის, დაფრინავენ ჩვენში, ჩვენზე. ხო, წყალში, რომელსაც ვსვამთ ხოლმე ხანდახან, სადაც ცურავთ. უხილავი სამყარო კი რა და ყველგან არის, აბსოლუტურად ყველა ჰაერში და ყველგან. უბრალოდ ყველაზე მეტად ბაქტერიოფაგები არიან ყველაზე ბინძურ ადგილებში. ჩვენ ყოველთვის გვეკითხებიან, სად პოულობთ თქვენ ბაქტერიოფაგებს, სად ეძებთ ბაქტერიოფაგებს და ჩვენ მეუბნებით, რომ ყველაზე კარგი ადგილი არის მტკვარი. ახლა უკვე რა ვიცით, რომ არა მარტო ის ვიცით, რომ ფაგი არსებობს, არამედ ვიცით, როგორი აგებულება აქვს მას, ჯერეთი აქვს თავი. ამ თავში მოთავსებული არის მემკვიდრეობითი ინფორმაცია, რომელიც ჩაწერილი არის დნმ-ში ან რნმ-ში, უფრო იშვიათად. ფაგის თავში არის მოცემული ინფორმაცია, ხო? მე ამას აქვს ასე ვთქვათ ფეხი. ეს ფეხი შეიძლება იყოს დრეკადი ან არადრეკადი და ასე შემდეგ, ესეც ამდენი რაღაცაც ვიცით, ან საერთოდ შეიძლება ფეხი იყოს ძალიან მოკლე, გრძელი და ასე. სხვადასხვა ტიპის ფაგები არსებობს და აქვს კიდე ესეთი ამ ფეხის გარდა არის ესეთი გამონაზარდები. საცეცებით და როდესაც ფაგი იპოვის კონფიგურაციას, რომელიც არის ბაქტერიის ზედაპირზე, ესე იგი ეს კონფიგურაცია ფაგის საცეცების და აი ამ ბაზალური დაფის კონფიგურაცია და აი ამ რეცეპტორის კონფიგურაცია ის არის შეთანხმებული ერთმანეთთან, როგორც გასაღები და კლიტე. ესე იგი აი ეს ინფორმაცია, რომელიც არის მოთავსებული თავში, გაივლის მილში, რომელიც არის აი ამ კუთში მოთავსებული და ეს ინფორმაცია ჩავა, მხოლოდ ინფორმაცია, ანუ დნმ-ი შევა ბაქტერიაში. შემდეგ, ესე იგი, ეს დნმ-ი, რომელიც შევიდა აქ, ასე ვთქვათ, თიშავს მთლიანად ბაქტერიის საკუთარ მემკვიდრეობით ინფორმაციას. აი რომ გამოთიშავს უბრალოდ. ძალიან ახსენეთ საუბარში, ჩვენ ამათ სამყაროში ვცხოვრობთო და კი, რა თქმა უნდა, კი. მართავენ თავიდან ბოლომდე. კიდე ის ამბავი გამახსენდა, არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ მე მგონი მართალია. ხო არის ესეთი გამორჩეული, რომ კატის პატრონებს თავიანთი ცხოველები განსაკუთრებით უყვართ და ერთი სტატია იყო, რომელიც ეგეთ რამეს ამტკიცებდა, რომ ეს იმიტომ ხდება, რომ კატას ყავს რაღაცა ბაქტერია, რომელიც ადამიანის სხეულში ხდება და ეს ბაქტერია იწვევს ამ ძლიერ ემოციურ დამოკიდებულებას კატაზე, იმისათვის, რომ ასე ვთქვათ, გადაირჩინოს თავი. არ არის გამორიცხული, მე ეს არ წამიკითხავს არსად, მაგრამ ერთი შემიძლია გითხრათ, რომ ესე იგი ეს მიკრობიომი, რომელიც ჩვენში არის, ეს მიკრობიომი ჩვენ ხასიათს განაპირობებს, იცით, ეს უკვე ბაქტერიოფაგების ცდება, ბაქტერიოფაგების თემას და მაგალითად თუ თქვენ არ გძინავთ კარგად, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენი ნაწლავური ფლორა არ არის დაბალანსებული, რომ თქვენ ან უნდა თქვენი დიეტა შეცვალოთ, ან ბევრი უნდა დაისვენოთ, ან რაღაცა კიდე თქვენს არ ვიცი შეიძლება სუწვიმს. რა საინტერესო. იმის გაცნობიერებას როგორი რაღაცნაირია, როცა აცნობიერებ, რომ შენ ხარ რეალურად ეს. ანუ ეხლა ესენი ხო ჩემში ცხოვრობენ და ეს ჩემ თავს მე რასაც ვეძახი, ვინ არის ეხა ის რეალურად ამ მეებისგან შედგება, ხო?
ხო, არა მარტო რა თქმა უნდა. ხო, არა მარტო, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეს არის კი. და კიდე რა არის, იცით, მნიშვნელოვანი, რომ თურმე ესეც არის ძალიან განსხვავებული, აი ჩემსა და თქვენ შორის ძალიან განსხვავებული იქნება ის შემადგენლობა. მაგრამ აი ჩემ დედაჩემის და ჩემი შეიძლება იყოს მსგავსი, იმიტომ რომ ჩვენს გენომთან არის შეჭიდული ეს ესე იგი რა ბაქტერია ჩამიჯდება მე და რომელი იმეგობრებს ჩემთან ეს არის ჩემს გენომზე დამოკიდებული, ჩემი მამის და დედის მიერ მოცემულ ინფორმაციაზე დამოკიდებული და ამ ინფორმაციასთან შეთანხმებული იქნებიან აი ეს ბაქტერიები. აი მაგ ცოდნის მერე დავუშვათ როდესაც ადამიანს გააქვს ცოდნა ესეთი მიკრობიოლოგიის შესახებ, დნმ-ის შესახებ, ამ ინფორმაციული გავლენების შესახებ, რაც ამ პატარა ორგანიზმებს აქვთ ჩვენზე. როგორ უყურებთ ვერ ცხოვრებას? არის ეს რაღაცა შვება, განმათავისუფლებელი ეფექტი აქვს? თუ ამ ბაქტერიებს? არა, ადამიანს როგორ მოქმედებს, როდესაც აი ამ ყველაფრის შესახებ იცით, თქვენ როგორ ამის შესახებ, როდესაც იცით, ფიქრობ ხოლმე, რომ საერთოდ ვინ ხარ? ჭანჭველა. იცით რა არის, მე მაგათაც ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ ადამიანი რომელს ავადდება, ხო, ესე იგი ბაქტერია ხო ასევე უხილავი არის, ხო? მიკროსკოპში რო ხედავთ ისიც აი ნუ და ცუდად ჩანს ხო და მიუხედავად ამისა აი წარმოგიდგენთ ის მან შეიძლება მოგვკლას და ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებთ ხო ვერაფერს აი ამ რაღაცა პატარა რაღაცას მცირეს ვერაფერს ვერ უკეთებთ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ასევე გვაქვს იმუნური უჯრედები ჩვენ გვაქვს ანტიბიოტიკები ჩვენ გვაქვს კიდე რაღაცა მაგრამ ეს უფრო ძლიერია ამიტომ ხო, ну რაც უნდა მიმეგობროთ. სხვა გამოსავალი არ აქვს. ხო, რა ძალიან ფანტასტიკური სამყაროა და მაგიური სამყაროა რა, ჩემთვის ეს თავიდან ბოლომდე არის ზღაპარი ახლა რაც აქ ხდება, არ მჭირდება ზედმეტი ფანტასტიკები და ისინი აი უბრალოდ რეალობა უკვე არის ძალიან დიდი ფანტასტიკა. თომას ცოტა ფილოსოფიური თვალითაც შევხედავთ და მარტო რაღაც ესეთ მექანიკურ არსებას არ დავინახავთ. იცით, ხო, ну ეს ისეთი დაბეჭდილებას ტოვებს, აი როგორც ასე ცაში რო იყურები და ვარსკვლავებს რო ხედავ, ხო, ესე რომ ფიქრობ, რომ ღმერთო, აი რა ვარ, არაფერი არა ვარ, აი რამხელა არის ეს სამყარო და მე ვინ ვარ ან რა ვარ საერთოდ, ხო? მაგრამ იმაზე მეტი არიან ესენი. ო, რაც ზევით ხდება, ის ქვევით ხდება. ხო, ბაქტერიები და მიკროორგანიზმები კიდევ უფრო მეტნი არიან და სასწაულია სიცოცხლე. აი ძალიან დიდი მადლობა იმდენი შთაგონება ავიღე ხა თქვენგან რომ მიხარია რომ გაგიცანეთ ძალიან მიხარია და მოგაჩინეთ და გამიღეთ კარი და დამათვალიერებინეთ აკაულობენ და იმედი მაქვს რომ ჩვენი მაყურებლებიც ისიამოვნებენ და ცოტა უფრო მეცი ფიქრებენ იმ მიკროსამყაროს შესახებ რომელიც ყოველდღე გვხდება ფაქტობრივად. ჩვენი საკუთარ შიგნით მიკროსამყარო რაც გვაქვს იმაზე ძალიან უნდა ვიზრუნოთ იმიტომ რომ ჩვენი მიკროორგანიზმებს ვიღაცას ვაკლებთ კვებას თუ გადავედით აი ესეთ მინიმალისტურ რაღაცა კვებაზე. რა თქმა უნდა არის ისეთ დაავადებები, როდესაც არ შეიძლება მაგალითად არის ხალხი, რომელიც ასე რა ქვია, გლუტენს ვერ იტანს, მათ რა თქმა უნდა ამ დიეტიდან უნდა ეს ამოიღონ, მაგრამ სხვა შემთხვევაში თუ არის ჯამთელი ადამიანი, ყველაფერიც უნდა ამ დიეტასაც რეალურად ეს მიკროფლორა კარნახობს. რა თქმა უნდა, კი, ამას კარნახობს მიკროფლორა. ანუ რის სიჭამა მომინდება, ამ სიგნალებსაც მიკროფლორა მიქსებს. მიკროფლორა, ესე იგი, თან ამავე დროს მიკროფლორა, ნაჩვენხა მხოლოდ ნაწლავს მიკროფლორაზე ლაპარაკობთ, მაგრამ სახის კანი, რა ვიცი, ყველგან აქვს ეს მიკროფლორა. აუცარი ამბავი. პირის ღრუ. აი რაც უფრო სიღრმეში და სიღრმეში ჩავდივარ, უფრო მეტი შეკითხვა მიჩნდება და ნუ ბოლოს ალბათ უნდა. ხო, გასაგებია, დავიწყეთ ფაგებით და დავამთავროთ ფილოსოფიით. ძალიან სასიამოვნო იყო ეს გადასვლა. ფაგი არის არსება, ცოცხალი არსება, რომელიც იკვებება ცუდი ბაქტერიებით.
ეს არის საკვები ნიადაგი და ბაქტერია. აი, ყვითლად რაც არის, ეს არის ბაქტერია.